გორის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ემზადებიან ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლი 8 მარტს 14 საათზე თეატრალურ კვარტეტ სუმას პინძლებს კონცერტზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს შესვლა ბილეთის გარეშე შეეძლებათ. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში განმარტავენ, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან 10,000 ლარი დაიხარჯება. ქეთი დვალიშვილი გორელ ქალებს კიდევ ბევრ სიურპრიზს პირდება. ყოველწლიურად ტრადიციულად გორის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტის ქალბატონებს ულოცავს და განსაკუთრებულად უხნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს. წელსაც არ არის გამონაკლისი და გავუკეთეთ საჩუქარი ჩვენს ქალბატონებს და თვითონ მათგანს ვიწევთ მათთვის უსაყვარლესი შემსრულებლების თეატრალური კვარტეტის სოლო კონცერტზე, რაც გაიმართება კულტურის ცენტრში. დასწრება არის უფასო, ასე რომ ყველა სურველს ველით 8 მარტს 2 საათზე. გეგმიდან გამომდინარე, ვინაიდან ტრადიციულად აღინიშნება ყოველ წელს ქალთა საერთაშორისო დღე, წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობებისთვის 10,000 ლარი, შესაბამისად ამ კონცერტის აღნიშვნაც, ანუ შესყიდვაც ხდება სწორედ ამ თანხის ფარგლებში.